იგივე ინდა გამოსვლა 1000-ზე, მოგესალმებით მეგობრებო. იცით, საინტერესო ამით და თამარ ჩერგოლიაშვილის გამოსვლით, რომელიც აფასებს ჩვენს მუშაობას არასაკმარისად, მაგრამ მაინც აფასებს ჩვენ სამისას. და ემა თუხიაშვილი კარგად აფასებს. ემა გახდა ჩვენი პროპაგანდის მსხვერპლი, ხოლო ჩერგოლიაშვილი უძალიანდება. ჯერჯერობით ყველაფერს გაიგებთ ვიდეოდან, გავშვით. მე მინდა ეს ვიდეო და გამიჩნდა ეს შეკითხვა, რომელიც თვითონ ამოწმებს ფაქტებს. ასე იმანის თქვა და აბაშენობას თქვა და ამანის თქვა და ეხლა შენობას არა ამ რაღაცა ბაზარს არ მიკითხავთ თამარ შემომხდა სოციალში ვიდეო ვუყურე და ამის საფუძველზე ამ ინფორმაციის საფუძველზე დავსვი შეკითხვა მივიღე პასუხი გავიაროთ ახლა ეს თემა და გადავიდეთ კარგად არის ვერ ნახე არა ესეც ვნახე არა თამარ ესეც ვნახე რა თქმა უნდა კარდაკარიც ვნახე და ამ ფორმატის შეხვედრაც ვნახე ამიტომ რატომ მეკითხები ხო კოცების პროპაგანდაზე დროს რატომ აკარგინებ ამ ხელაკავს? ანუ კოცების პროპაგანდა არის თუ კი მე გამიჩნდა შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით და არ ვიცი მე თქვენთვის შეურაცხყოფა რატომ ჩათვალეთ რომ გეკითხებით რაღაც სისულელეს კი ბატონო ხიარულად დარბოდი ქუჩებში და არანაირი ინციდენტის მსგავსიც კი არაფერი არ მქონია ეს არ მიგულისხმება რა ვიდეოზეა საუბარი ჩვენ განვიხილეთ როცა 20 კაციან დარბაზში იყო ეს იდეა 20 მოგონი ბევრი თქვი 20 თქვი კი 20 კაციან დარბაზში რომელშიც იყო 15 კაცი და დავწინეთ რა თქმა უნდა მაგის კარდაკარებს და გარეგარესიარებს და ეს ყოფილა კოცების პროპაგანდა რომელიც ამხელა ქალს ბიჭო აი მაგის მე მარტო ერთი კომენტარის გაკეთების სურვილი გამიჩნდა რომ თუ დააკვირდით თვითონ თამარს როგორი შეცვლილი აქვს ვაფშე სახე და როგორი გაბოროტებული სახე აქვს. არა, დააკვირდი დაკაჩული თვალები. ანუ მაგ სახიდან როგორ უნდა წამოვიდეს ჭეშმარიტება? მაგ ვიდე ბერს ბედავს კი ბატონო. ბიჭო, ძალიან ასეთი ვიდით ბედავს ბერს. ჩვეულებრივად შეპყრობილი სახე ქონდა. შეპყრობილი. ის დემონი, რომელიც მასში იყო. ხო. ჯერ პატარა იყო. ეხა გაიზარდა ახალგაზრდა იყო შეპყრობილის და გიჟის და სრულად მორალურად მოშლილი ადამიანის მეტი ვინეთყვის ბიჭო როგორი კომენტარიც არ უნდა დაგიწეროს ადამიანმა რომ შვილის ფოტო დაუდო არასუკან გოგო შვილის ფოტო დაუდო და ბორდელში გაუშვი სამუშაო და აი ეხა ვიზე ვლაპარაკობთ ვალერი გელბახიანი ხო დიდებული კაცია და გაუშვი აკუსთან რა თქმა უნდა ხო ეს ვეღარ არის რა თქმა უნდა ხო ოპოზიციის თემა ჩვენ ძიაშიც არ მიხილებს დისკუსია ხო კი წინ როცა ამბობ ბიჭო რა ფერები ქერთვებიან ხო ვერქმის ამის ხალხს ვერ აძლევს ვერანაირ გარანტიით რა აი მე თუ გახსოვთ ერთი გადაცემაში თქვენთან ვისაუბრეთ აი გავაჩერე სტოპ კადრი აღარ არის საჭირო აი ეს ფილტრი მეგობრებო გელბახიანის ფილტრი ამ ფერის მიღება კომუნისტური საქართველოს გარდა კომუნისტური ტელევიზიის იქით ასეთი ცეტა ფილტრის მიღება არა არის ინსტაგრამზე რეტრო ფილტრები აი ეს უკვე შეიძლება რომ ამან ეს რეტრო არ არის ხო ესა იმენ ნაფტალი შეიძლება ჩერჩილი არა მეტრიკა რო იყო აპლიკაცია 90-იანი წლების დასაწყისის ფერტაგამა როცა არაფერი აღარ იყო კომუნისტური დარი იყო ყველაფერი დალეწილი ახალგაზრდიანის ხო ეს არის 90-იანი წლების ბნელი პერიოდის დასაწყისის მეორე არხის გამოსაყრელი კი ბატონო რას ვეთქა შეუნები პლიტა და ხო აღარ მინდა თენგო აი რა მინდა რა გიორგი ახობაძე მაშინ ეს ჩათლახი აღაუშვა ჩათლახი რატო? აქ რო შენ ხარ ის ჩათლახი არ არის რატო? როდესაც ერთი ერთზე ბავშვებს რომ მორფინო, მაგრამ მაგითო რეიტინგით რო უკვე ხედავს მოქალაქე რო თუ შენსკენ გადმოიხრება ესენი დარჩებიან მარტო, ხო ეს რაღაც კრიმინალური დაჯგუფება. მაგ შემთხვევაში მეტი შანსი გაქვს ზოგადად როგორც პოლიტიკოს რო დაარწმუნო ადამიანები იმაში ასაცება. მენე შეიძლება მოწონდეთ ჩემი სიტყვა, მაგრამ ვერაფერი ძალათ რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს ამ კრიმინალურ დაჯგუფებას. ამიტომ აი ესე უფრო მიმაჩნია და ამის იმედი უფრო. რა მიაჩნია? სამწუხაროდ ჩვენ დავკარგეთ ადეკვატურია. არა მე უბრალოდ მის მიგურს რომ ეხლა არ არის ესეთი ამინდები და თან სტუდიაში დისკორდით. თქვენ გაქვთ არა? შეიძლება ლომკაში. შეიძლება მალაკო, ვაფლი რამე. როიძე ლომკაში. თუმე ისეთი ვაფლი რო ახსენე.
ვაფლი თუ რაღაცას ნიშნავს ხეში რა. ქართულთან ინსტრუმენტი არის რითიც. ხოდა რა ვაფლი პიჩენია კლეტეჩკო. ოდიში. არა, ამას ცივა უეჭველი. ხო, ზაფხულში რო კურთხებით დადიან და. ასო ვაფლი ხო. ოღონდ ეხა ისტორიის მოპოვება შეგითხრა. მოგონა, მაღლა რო ხარ. თუ შეიძლება ძალიან საინტერესო ვიდეო შეხვდა გირჩი ზურა ჯაფარიძის კედელზე, სადაც ამუნათებს და დედასაგინებს ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ კარგ პოლიტიკოსებს და ნახე და ჩამიგდე. მე ისი რა მაინტერესებს, ეხა გამახსენდა მრავალ გენიალურ პიარულსლათაგან ერთ-ერთი პარტია ლელოსი და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის რაღაც ამერიკული მანქანა რო დაითრია. მუსტანგი. ხო, მაგითი რო დადიოდა. ამერიკული მასულქარი ყველაზე მაგარი მუსტანგი. მაგვაკარას რა ბედიეზია. გადაობს ახლა. ცეცხლი რომ მოეკიდა? მამუკას უმალში შეუკეთ. არა, მამუკას უყვარს რეტრო კარები ზოგადად. მაგარი კაცია. და ცხენები. სად არის? იმაზე რო დაპოსტა. რა ცხენები გაგიტყდა თუ AI ცხენებს რო პოსტავდა. მენარდი მნავსო. დიდრული. შეწყვიტეთ ღარიბობაო. ეს როგორ იცი? როგორი როჯა იცი რომ სიგარები ხო ტეხავს არა რაღაცნაირად ნიტო არ არის cool და ვიღაცები რომ იმას ჭამენ რა სინთეტიკურ ხიზილავას და არ გინდა ჯანმრთელობის არის ცუდი და აი ნამდვილი ხიზილავა შავი და ბევრი ხო ბევრი სიგარები არასწორებს და მერწმუნეთ რა კაი გაუშვათ ვა ხედავ ანა წითლიძე გაუშვით და ყველაზე მთავარი რაც ჩვენ უნდა შევძლოთ თელს ამ პროცესში ყველამ ერთად ოპოზიციამ პოზიციამ აი ტატუაჟი გაუკეთებიან რა პოლიტიკური კუთვნილება უკეთესი ცხოვრება გვინდა ქართული ეთნობის სამომრჩეველსაც და ნაციონალური მოძრაობის სამომრჩეველსაც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება გვინდა უკეთეს ქვეყანაში რო ვიცხოვროთ ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ღირსეული პირობები გქონდეს ცხოვრების და ღირსეულ პირობებს 14 წლის განმავლობაში ნახეთ რომ ქართული ოცნება ვერ შექმნის ამიტომაც შიში უნდა გადავალახიოთ საქართველოს მოქალაქეებს და რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აი ეს სლოგანი უნდა იყოს ესე ამათმა ვერ შექმნეს ამიტომ ეხა კიდე ნაცებმა შექმნიან მე მგონი დაახლოებით იგივე სლოგანია უბრალოდ როგორი ღირსეული პირობები იქნება იცი ნაცების პირობებში ვიღაცისთვის ვაფშე პირობები არ იქნება იმიტომ რომ გაქრებიან ადამიანები ვიღა თავისიანების ნამდვილად იქნება ჩვენ ფონეტიკურად ჩაიკარგა რეალურად თორე სისხლიან ხრაწელი კი არ იყო იყო ღირსეული ხრაწელი და ვაფშე მათთვისაც არ იყო ღირსეული არ ფორთხავდა ღირსეულა არა ცოლებს მალავდნენ მიშას რო არ ენახა ბიჭო რა ღირსეული თავისიანებისთვისაც არის ჩემი ყველაზე კარგი სლოგანი თქვა ეხლა ძველი სლოგანია ჩვენ გადაგვარჩინა ინსტაგრამი რო არ იყო მაშინ და კარგი უნდა ვაკეთოთ ყველამ რაც უფრო კარგი იქნება რაც უფრო კარგი იქნება ჰე აი ეს სლოგანი ვარ მე მაინც მაინტერესებს აგერ ჩვენს გოგოებს თქო რომ მე იქნებ მიზუმონ ტატუაჟის ის რო შევიძინოთ მნიშვნელობა ანუ გაუკეთებია ტატუ გაუკეთებია აგერ და მაინტერესებს მიშასთან დაკავშირებული არის თუ არა ხელზე აქვს ტატუ შეიძლება ნამგალი და ურო ან სვასტიკა ან კაი ეგრე ხო ძალიან გაქულდება ეს ხო გააჩნია ეს კი გოგო გამო შეიძლება ცოცხი დაიხატა არა ეხა რა ფურასი უხეში სუეჟი რაღაცები დაიხატა სუეჟი რაღაც იეროგლიფი კი მიშას ხალსტუხი მიშასკენ აღარ არის ისე მიშას ბოტასი რა შვება ის მუშას მუზეუმი სოფო ჯაფარიძემ რო გაუხდა სოფო ჯაფარიძემ რა შვება სოფო ჯაფარიძე რასაც შვება შენ რა ის ვიცი პოდკასტი გააკეთა სადაც საუბრობს სამედიცინო საკითხებზე. აი როგორ დავდობილოდ რომელიც ქონდა აქამდე და ძალიან კაი გზას დაუბრუნდა. კაი, მაგრამ მუზეუმს რა პეტიციაა ფოტოსები გამოფინა სოფოდან გამომდინარე, ეხლა ვამბობ, ურში განახეს პოლიტიკურ პროცესებს ჩაეხს. ხო გითხარით და შეძლებული ნორმალური ოჯახი. აქ ჩვენი არის საინტერესო პოდკასტებისაც. შეძლებული ნორმალური ოჯახი აქვს და ამ სიგიჟეს და გაანება. და სადაც ლაპარაკობს საინტერესო საკითხებზე. მოიცა, ეხლა მოდით ესე ჩელენჯი მაქვს. ჩელენჯი. დავიწყოთ. ჩამოთვალოთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დაიკარგნენ. და საინტერესო იქნება. მე ვიძახი პირველს ხაზარაძეს. და შეგიძლიათ ჯაფარიძეს დაუმატოთ იქ რომ გაქრნენ. ისა რა ქვია ჩემი დიდი ხნის ფავორიტი იყო ეგ ხა ის სახელი რო დაგავიწყდება იმის ჭადის რა ქვია ბიჭო იმის მელია რო გრაალად დაესიზბრა ჩხაიძე ჩაიხს სადა
არა ჩაიხსნა. ვაფშე აღარ კომენტირებს მაგარ სიტყვი ახლა უში ვა არ მახსენდება მითხრა კრევო ოპანა ის არის გაკრევო სადაც შეიძლება კრევო ჰავაის დაალაგა ის რა ოკეანურიუმი რაღაცებს რო იბაშო კიდე ვინები ჩაიხსნე რა ხალხი წავიდა კრევო კახსო სხვა ხალხი ის აგჟირე ამოია ქართული რო ძლივს ქართულად რო ელაპარაკობდა რა არა ის რა ქვია Facebook არჩევნები ვინც წააგო ნაცების იმის პოლიციის არჩევნები ვაშალომიძე სადა ვაშალომიძე არის ვაშალომიძე არა კაი მაშ ხაბაზე სადა ხაბად უკრაინაშია ზმაო მართლა ის ისეთ თავღი არის იქნება მაგის ეგ იმე კორუფციას აზის აუ ეგ სუეჟი კაცია ვაფშე ყველა პერზენტა ფონიკენთემა ეხან ფონიკენთემა აი ეგ რა როჟა არის იცი თავისიანების რომ და წესი არ ადგილას რა გინდა შენ ყველაზე ხელწარტილში მიდი შენი თავღია ძმა კაი კიდე ვინაა ვინ გაქრა კიდე ნუ გაქრობით გიგი უგულაოს პოლიტიკიდან გიგი უგულაო წავიდა ქვეყანაზე ბურჯანაძე ქალბატონი კიდე სად ეგრე ირმა ინაშვილიც აღარ არის ირმა ინაშვილი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში მე ბოლოს ნახე ენერგეტიკულ სასმელის რეკლამაში გააკეთა რეკლამას აკეთებდა ენერგეტიკულ სასმელის ბოლოს მაშუნა ძალიან საყვარელია მე სწორია მე ოღონდ მე რაღაც განცხადებაც გააკეთა პოლიტიკური კიდე ვინ აღარ არის უიხედავთ რამდენი საინტერესო ახმამოურავი ხო ისა ვაშაძე ოღონდ ჭიჭე არა და უფროსი ის ეგრევე ჩაიხსნა ხოლო ვაფშე აღარ ჩანს მე არა მაგან უღალატა მაგად გადადგა და აღარ შეესწრება პოლიტიკაში რა აჰა კაი კაცის სახელით წავიდა რა ჩამოყარე კიდე კაი გვეყოფა ეხლა ტიერი ანდრი აღარა ტიერი ანდრიც არ არის რომელია ტიერი პროსტა გრიგოლ ჰეგელია აი ზატო ეს ხო ყავს კი მარადონა ეს ტრიპერი ვიტარ ფიზა ჩანს პოლიტიკაში პროგრესული მოდელი საქმე არ ვიცი ხოლმე მაგრამ ჯამური ტენდენცია რაც იკვეთება აი ამ ბოლო დაახლოებით 1 თვის განმავლობაში თვენახევრის საპონკებიანი საროჭი რატომ მოძრაობს ცდილობს საკუთარი ტაქტიკის გადახედვას და გარკვეული ტიპის სამსახურის დიდი სიფრთხილ ვეკიდება პირველი სახელი და საპონკებიანი საროჭი მე რა ხალხს ეს საუბარი და არანაირი ილუზია არ მაქვს რომ ეს რუსები არ არის დაარბილოს და გახდეს ხო პრაგმატული გახათოს საკუთარი ტყავის გადასარჩენად ხაზო გავსვა ეხლა რა შეიძლება იმას თქვენ ბძანეთ კი მაგრამ ეს ხო კარგიაო არ ვიცი ჩემთვის კარგი არის პოლიტიკის გათავისუფლება ახალი არჩევნების გავაჩეროთ ამას ახლობელი არავინ არ ყავს ან შინაური რომ უთქას რომ არა გრიგოლ აზრი არა თქო გიპასუხე და რაღაც ავრცელებ ეს რა როჟა არის აი მე მგონია რომ ამ გამოწკებას აკეთებს პირდაპირ აი 20 წუთით ადრე სანამ ეთერში მივა რა ანუ ჩვენ ყავდა ერთი მაგარი აფერისტი ნაცნობი რა რომელიც ეგრე იტყვა გაიზმანებოდა ხოლმე და რაღაც რო შეგხვდებოდა გვატყუებდა რომ ძალიან სერიოზულ შეხვედრაზე ვიყავი და ო დამწვარი რო იყო რა რომ არსად არ იყო ტიპი დავყოფი და ჰალსტუხი და ზაფონკე მეგობრებო ახალი პერსონაჟი შემოგვემატა ვინ არის გიორგი ბუტიკაშვილი ვა ძალიან საინტერესო სახელი და გვარი ნიკა გვარამიასთან ოპა გავუშვათ უბრალოდ ნახოთ ბუტიკსონა აბა შევხედოთ ვინაა ბუტიკა ხო გავუშვით მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას დაუყოვნებლივ გაცი რა ფაშიზმი არის რა არ მოგიწოდა ახლა არ შეიძლება გვარამია ჯობია არა გვარამია სადა რატო აღარ ბაზრობს სიხში მეტი სიხში თან პოლიტიკაშია და თან ესეა ხო ციტური წერია მე მინდა გიგაური გავუშვით მე მეგონა რაღაც ბარბერშოპის რეკლამა ეს ჩეკანავარო აბა სადა ჩვენ ხო ყველაზე დიდი შიში ხომ აქ რა გვაქვს აი მე მაგალითად რა მაქვს რომ ერთ ჩვენიერ დღეს არ გადაწყვიტოს ევროკავშირმა რომ არაფერი არ გამოდის საქართველოში და დავკარგეთ რუსეთი გახდა დავკარგეთ აზრი არ აქვს არაფერს ხო ანუ ეს არის ყველაზე მთავარი რომ ეს არ ხდება და მცდელობები არის იმისა რომ კიდევ ერთხელ და ეს მცდელობები კიდევ იქნება რომ უთხრან მათ რომ მოეგონ გონს რომ ქართველი ხალხი არის პროევროპული რომ ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული გადაშინეთ არ არის საინტერესო ეს კალი ეს არის გავაძრეთ მიახლოებული ფოტო კი და მართლა მიშასთან დაკავშირებული ხო თქვი ძმაო ნახე ბეშ შევახაზეთ ხუთიანი ახატია ძმას და მე მგონი ის მართლა ცოცხლიანი
დნმ-ის მაგრამ 5 იმენას დნმ-ის ჯაჭვია თუ დნმ-ის ჯაჭვი არა, მე მგონი რაღაც ისარია და რაღაცა მე მგონი ლათინური მთვარის ფაზები ხო არა რაღაცა ლათინურ ცოდნას უკავშირდება ჩემი მთვარის ფაზები ხო არა იმენა ბნელი შუა საუკუნეები ეს გაბსიბნელეს ვერ გაცდა რა აბაში არ ვიცი რა არის რა უნდა იყოს მეგობრებო მოგწერეთ რედაქციაში თქვენი ის არია თქო და ის არის დუბლატორია ის არია მეგობრებო და ის არის ჩილი მსგავს კიდე რომაული ის რა ისა კარტის ფერები ბანკოს მასტები შეიძლება ლათინური ბანკოს მასტები არ არის ხო არა ვაშე ის ხო არ არის არა საქსაფონი არის რა მაგრამ რა თქმა ან ვზე დაწყებულია მამაკაცი უყვარს და ის არია მასზე მეგონი დაბო ბომბა ჯადოს უკეთებს ბომბავს რაღაცას აუ რო გითხრათ რა რა არის ეს და ვაფშე ჩვენმა ჟურნალისტმა რო დაურეკოს და კითხოს ხელოვნური ინტელექტი კითხავს ახსენით თქვენი დატოს დანიშნულება ისე ერთ წამი ეგ ფოტო ჩამიგდე და მართლა ChatGPT-ს გითხავ რა GPT ჯგუფში გდია ChatGPT-ი არ გაშიფრა მა მე გავშიფრავ მოიცა კაი სანამ ის შიფრავს ჩვენ თინახი და შევიდავში პირველ რიგში მე ვიტყვით რომ მე დავკარგეთ უკვე იმიტომ რომ ეს ძინგანაჩენია მე მაინც ოპტიმისტად ვწევიდან გონია რომ შეიძლება შესაძლებელია აბა რა თქმა უნდა ამას ხელისუფლების ცვლილება ჭირდება თბილისში ანაირად შეიძლება და განაცნებია კოსმოსთან ერთად არაფერი არ იქნება ქართული მოცლება უნდა შეიცვალოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ჩვენ გვექნება შანსი ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ევროპულ ინტეგრაციის გზაზე დავბრუნოთ ეროვნულში ეს არის ქვეყნიდან მოხეული და რა უნდა წავიდეს რა მიხეხო და გამოაქვეყნო მაგრამ ისე რა საინტერესო არის ტაივანჩიკას ხო ეძახთით იმიტომ რომ ტაივანის აგენტი და ხე იაპონჩიკა გახდა ძალიან სერიოზულ თიკუნებს ეთამაშება რა ბეკაყურშია გაუშვა შენი ვანაბი შენი ახალგაზრდული ვერსია არის რაღაცა როგორი ბიჭია იცი მას უნდა რომ იყოს შენი ახალგაზრდა არ ვიცი ხარ მე ასე ნუ რეალნა ეგაა და აკრედიტაციის გარეშე საკეთებს როგორც ბევრად უფრო ლოხურად დაბოღმილი ტიპი არის რაღაცა თან აი როგორია იცი რაღაცა მეწოდება სინამდვილეში იმიტომ რომ რაღაც თავისი არა რა მეწოდება ხა დაფრინდა ვაფშე გაუშვით გვინდა რა ჯანდაბად გვინდა არ გაუშვით კარგი მეგონი არ შეგვიძლია არ დავაბინძუროთ ეთერი შალვა ნახელაშვილი დავა ო აი საღოლძმო კაი ხანი არის რიჟიკა არკოლია მოვიცილოთ მეგობრებო ესენი თუ არ მოვიცილეთ მარტო ივანიშვილი მოცილება არ მოგცემ შედეგს იმიტომ რომ იქიდან აღმოცენდება აი როგორც იმ ზღაპარში რო კლავს ზღაპრული დევგმირი იმ დევს და ის დევი ეტყვის რომ აი ჩემი თვალიდან ერთი ჭია ამოვა და იმ ჭიას მაინც ნუ მოკლავო და კიო რაზრი ახლა გამოგიჩენ სუმანურობას და ის ჭია უცბად დაიწევა დევა მაგარი ბანძი დატო მზეჭაბუქს უკვე წაერთმევა საშუალება მეორე დევიც მოკლას და დაამთავრებს ბრძოლას ამიტომ სისტემა უნდა შევცვალოთ მდიდრებს აქვთ ქვეყანა ხელში ჩაგდებული ყაჩაღების ოპა აი ნახე ნაღდი ლეიბორი ის არის შეიძლება იყოს ნორმალური და სახელმწიფოებრივი და ნუ შეიძლება გამოდგეს იშვიათ შემთხვევებში რაღაცა პოლიტიკურ ასპექტებში მაგრამ არა სახელმწიფოს ხელმძღვანელად არა კანონის მიმღებად არა ეკონომიკური პრინციპების დამდგენა და ფასების განხილვა სხვა იდიოტმა რომელსაც ბიზნესთან ივანიშვილთან შეუთანხმებლად დააყენა ბიზნესის კანდიდატურა თუ გახსოვს ეს ამბავი ტატუ გაიშიფრა არჩე გამარჯვებისკენ სწრაფვა მართლა და 5 რა არა ვიქტორი და მერე დუალური ის აქვს მნიშვნელობა 5-იანი მათი ნომერი გამარჯვებისკენ სწრაფვა რა კარგი ხო არჩე ანამ გითხრას თუ ეს ესეა და всё დააღმაყოფილ ხო და მოიწერო ჩვენ უფრო ზედაპირულად უყურებთ შალვას მიწერეთ თუ შეიძლება ირაკლი ფავლენიშვილი მე შენ თქვი მოვიწროვებს რატომ ეს რა შეიძლება საბოლოოში ჩვენს ალიანსში ვართ ნუ გაი ხე რო უყურებ უფრო მეცინება და რა ვქნათ ყოველ პირადად დღეს და აპირებთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ აი გავაჩერო და გავუშვათ აბა ეს ზურა გიჩი ძალიან სასწრაფოა გავუშვათ არ არის ხმაი
როგორ არა მაგ გამოდი. გადმოწერე. რაღაცა გადმოწერდა ხმა. მუსიკას რო მაგონ თუ ერი გამეიღარა შეხო. სკარტი ახსენი სალო. თუ ერი გამეიღარა. კომპიუტერსაც არ უნდა გაშვებ. ასე ხარ. მაღლა იხურა. აი ზურა გიჩი ჩაფარეზე დადის ახლა აი ამ უჩარა სკაიპში. თავისი ტელეფონით და რას დაიცი. ნუ თქვენ დედასვათი რო ვიღაცა ჭკვიანები რო გამოდიხარ და რო იძახით რომ ოპოზიცია არ მივარგაო. მე რო დაგიჭერე ყველას მე რას იზარდო. ანუ თავის თავს ამადლის. ტიპებს რო აუ მაგარი ვიდეოს გაშვება გონებია შენს მე კიდე იმას ამბობდა. არა რაღაც ესეთებს ამბობდა. კაი ჩვენ სირები ვართ. ეკო ეგ მაგარი თქვა. დაახლოებით იგივეს იმეორეს. მაგარი კამპანია აქვს მათ შორის. სურსონა? ჰა? სურსონ. გირცონა. გირცონა და რაღაცა ეცვა კიდე მაგარი კეპკა. გირცონას კეპკების კოლექცია რო გადმოგცელა. აი რაც უფრო ვაჭერთ უფრო და უფრო მეტ იწერს. მაგ ის ხო შორს მიშას მუზეუმში მაგის კეპკების კოლექციებიც არის იქ ერთ თაროზე. სოეჟა და აგენტურის რამე თარო და ვინ უღალატა მიშას? სად? ზოგადად პოლიტიკაში. ამან რატო გირჩი ეს იყო ეს გამოიყო ხო მაგრამ ეს ამაყო ნაციონალურ მოძრაობას გამოიყო ეს კი მაგრამ ამათმა გააправეს რომ ჩვენ იმდენად იდეოლოგი არა სხვა მე გეტყვი ნახე სწორს ამბობს მაგრამ ღალატი გაправდა იდეოლოგიზირებაში რომ ჩვენ იმდენად ლიბერტარიანელები ვართ და იმდენად აი ამ free markets იდეას ვეთანხმებით რომ ჩვენთვის ყველაზე უზენაესია ეს იდეა. ამიტომ ღალატი არ გამოდის პერსონას პირველი ეს გამოვიდა არავის არ უღალატია? არ პირველი ეს გამოვიდა იმასთან ერთად. პირველი ეს გამოვიდა ძალიან მალე. იმას რა ერქვა? გირჩი. არა იმას. უბლაშულთან ერთად. და ის უბლაშულთან რა ქვია კავენის ტიპი რო იყო. კავენის ტიპი ვინ იყო? გოგა ხაჩიძე. მეთი კობზონია. არა კობზონი დაახლოებით შეიძლება. ხო. და მე უკვე იყო ბოკერიას გამანდა. არა, ეხა ხო არიან კარგად. ტიპებს 19-21-ზე დაანონსებულია რეაქცია თესეუდან მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. ალიანსმა დაანონსა. და შემდეგ ეს ვიდეოს იქნება მაგარი ეს მოხდა. რა არის მიზანი? რატომ უნდა გამოვიდეთ? ასჯერ გამოვედით რა მე რა სანამ ალტერნატივა გამოჩნდება არაფერს აზრი არ აქვს ოპოზიცია ტრალია ყველაფერი ოპოზიცია არ ვარგა ეს კლასიკა უკვე ყველა მუნიჭო და უტრაკო ამას იმეორებს 24/7-ზე 4-ში იქნება თუ ტელევიზორში თითქოს ვინმეს ან მე ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაცა ის კონდეს განსაკუთრებული ვალდებულებები კონდეთ ან რაღაც მოსასწავლები ჩავიდინოთ. ხა, ქვეყნის მართლობა შენი დედა პარტიები რა მობილიზებენ ხალხს, მეგონება მე სამე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და რატომ ახალს გამოყვანა. ხო და უკვე ტონა აზრებია. ერთსულზე 20 აზრი მოდის. მაშინ შეათურთიად გამომრიცხავ. და მე საერთოდ ისიც არ მესმის, რატო ფიქრობს ვინმე რომ მე ამ ვინმეს ხალხის რაღაცა არის გაღვიძების ის ამაკ ვალდებულება. იმიტომ რომ პოლიტიკოსი ქვია, აი ნუ გაატარეთ. მართლა რაღაც პოლიტიკოსი ქვია და ამიტომ რაღაცა განსაკუთრებული ვალდებულებები მაქვს. აი რას უშვებ, ვერ გავგეთ ამის სულელი დედაცვათია რა. მე რა მაინტერესებს? დეგენერატია. ნიშნავს, ანუ ადამიანი ანტიპოლიტიკოსია ტიპი რა. თავის он просто член. უაზრო მოძრაობები თუ რაღაცა სიგიჟეებს აკეთებს და ხალხსოფეხებზე კიდია. მე ხალხს ამუნათებს წავ. კარგი, მეგობრებო, მე მგონი დღეს ამით დავასრულოთ. და სანამ დავასრულოთ სააკაშვილმა მორიგი გმირული Facebook სტატუსი გამოაცხო, სადაც თავი დააპარალელა ნოე ჟორდანიასთან. ხო? აი, რას გაიქე? მართლა? ხო, ну ალბათ ნემსი დააკლდა დღეს ერთი ნემსი და მოხდა ესეთი ამბავი. კარგად გრძანდებოდეთ ჩვენ თქვენ სხვა შეხვდებით. ნახავთ.